Დაუბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში. Ამ ბლოგში ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო ინიციატივაზე. Პირველი ფოტოტური გაიმართება საქართველოში უკრაინელი ფოტოგრაფებისათვის. Ისინი მეუვლიან თბილის, კახეთს, მცხეთას, ყაზბეგს. 17 უკრაინელი ფოტოგრაფი ჩამოდის, როგორც ვიცით, საქართველოში რო აღბეჭდოს ჩვენი ჩამოსულია, ხო? ღირსშესანიშნაობები. წარსულში შეგიძლია ისაუბრო. მოდი მე წარვადგენ მაშინ სტუმრებს. ქრისტინა კობახიძე, კომპანია ჯეოტურის PR მენეჯერი, ჯეოტურისტის ხელმძღვანელი, გიორგი ახვლედიანი, კომპანია ჯეოტურისტის დირექტორი, აღარ შემეშლება საბა კობახიძე, კომპანია ჯეოტურისტის გაყიდვების მენეჯერი და მარინა კარპი, ფოტოგრაფი. სხვათა შორის ქალბატონო მარინამ ჩაატარა ასევე მასტერკლასი ფოტოგრაფიაში, ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე ვისაუბროთ, საიდან გაჩნდა საერთოდ იდეა, რომ მსგავსი ტური ჩატარებულიყო საქართველოში, იმიტომ რომ მე ვიცი თქვენი კომპანია არ არის ორიენტირებული ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, ტურებზე. კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენ სამივე ვართ რაჭველები და კერძო სექტორით შევედით რაჭაში. იქ ავაშენეთ ძალიან კარგი სასტუმრო, ნელ-ნელა. ნელ-ნელა თუ დააცხადეთ. ნელ-ნელა ავაშენეთ ძალიან კარგი სასტუმრო და გამოვირჩევეთ რითი. რომ გვინდოდა განსხვავებულად წარმოგვეჩინა რაჭა, ანუ ჩვენთან ჩამოსული ტურისტი სასტუმროში ზოგადად ინფორმირებული იქნება რაჭის შესახებ, ანუ ვაკეთებთ იქ მასტერკლასებს, ღვინის დეგუსტაციებს, ზოგადად რაჭაზე მოიცავს ეს ტური ვისთვის არის გათვლილი, მოდი ასე. ეს არის უცხოელებისთვის. არა, შეიძლება ისარგებლოს ამით ქართველებიც ძალიან ბევრი გვყავს. ანუ აქედან ავიღეთ შემდეგ სტარტი იმისამ, რომ რაჭაში კონკრეტულად სად არის? ამბროლაურში, ეს არის სასტუმრო მეტეხარა, ცენტრში, Facebook-ში შეიძლება პოვნა. კი ბატონო, Facebook-შიც ვებგვერდიც გვაქვს და აქტიურად ვართ ბაზარზე. ანუ აქედან დაიწყო ეს ხო ფაქტობრივად პირველი პროექტი, ხო? პირველი გადადგმული ნაბიჯი რაჭის ათვისება ასე. კი ბატონო, აი აქედან დავიწყეთ უკვე სტარტი იმისამ, რომ ყოფილიყავით განსხვავებულები ბაზარზე. ხო, ეს არის ჩვენი ყირამალა ტურები რაჭაში, ეს ვართ აი ჩვენი ერთ-ერთი პროექტი არის ეს და აქედან გამომდინარე გადავწყვეტეთ რომ გაგვეკეთებინა საქართველოში ისეთი ტურები რომ ზოგადად ანუ სტანდარტული პაკეტები არ ქონოდა ანუ ქონოდა იქ ფოტოტური, ეთნოტური, კულინარიული ტური, ღვინის ტური ანუ ბევრნაირი ტური და წარმოდგენა შექმნოდათ უცხოელებს საქართველოს შესახებ არა სტანდარტული როგორც უბრალოდ რაღაცა სანახაობა არამედ რაღაცა კონკრეტული ის თემები რაც შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს სხვა კუთხით რომ დაგვენახებინა ალბათ საქართველოს სხვადასხვა კუთხე ესეც იყო მიზეზი. როგორ ჩამოყალიბდით და როგორ შეჯერდით ფოტოტურზე? გიორგი გვეთქვა. ფოტოტური იყო უბრალოდ, ანუ რამოდენიმე პროექტი გვაქვს კიდე, რომელიც ანუ ცოტა მასშტაბური პროექტია, ცოტა განსხვავებული პროექტია, ესე ვთქვათ. და ერთ-ერთი იყო ფოტოტური და მარინას მე უბრალოდ მინდოდა რომ ჩამოსულიყო ტური და მასტერკლასი ჩაეტარებინა მარინას. მე მარინასგან წამოვიდა ის რომ მოდი ერთად გავაკეთოთ, ჩამოვიყვანოთ ერთად წავიყვანოთ სადღაც ჩვენ ერთად დავგეგმოთ და ყველაფერი გავაკეთეთ ანუ ორგანიზება შეიძლება კომპანიამ გააკეთა მაგრამ არანაკლები მონაწილეობა მიიღო მარინამას. ბუნებრივია იმ 17 ფოტოგრაფთან დაკავშირებაც მარინას დახმარებით მოხდა. მოდი სიუჟეტი ვნახოთ, ხო? ჩამოსვლა თვითონ ინფორმირება მათი, ასე ვთქვათ, მარინასგან მოხდა და მარინას ენდნენ ესე ვთქვათ და ყველა ფოტოგრაფი იყო ჩამოსული და მარინას დამსახურებით მოკლედ კარგი ფოტომასალა დარჩება საქართველოს. მოდი ვნახოთ ამ თემასთან დაკავშირებით, პირდაპირ კავშირში ამ თემასთან სიუჟეტი და დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში. Я не могу каких-то слов подобрать. წარუშთელს შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი. ზოგჯერ ცრემლები მომდის. ძალიან საინტერესო გადაღებებია და მგონია რომ დადებითად იმოქმედებს ჩემ შემოქმედებასა და ცხოვრებაზე. Дальнейший путь. Первое впечатление это стук сердца, который ჩემი პირველი შთაბეჭდილება ეს გულისცემაა, რომელიც ალბათ თქვენც გესმით ამ მიკროფონის საშუალებით. მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ და სამოგზაურო ჟურნალ შანსში ვმუშაობ. ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი. თითოეული ქვა, ბალახი, აქ ყველაფერი იმდენად სანუკვარია, რომ გინდა ხელით შეეხო და იგრძნო რომ საქართველოში ხარ.
Я уже 3 года как влюблена в Грузию. მე შეყვარებული ვარ საქართველოზე. მიხარია და ვამაყობ ამ ქვეყნით, თითქოს აქ დავიბადე. ერთ დღესაც გამიჩნდა იდეა სასარგებლო და სასიამოვნო შემეთავსებინა და ჩამომეყვანა საქართველოში სტუმრები, რომლებიც ამ ქვეყნის სილამაზეს ყველგან გაავრცელებენ, მათ შორის უკრაინაშიც. ფოტოგრაფებზე უკეთ კი ამას ვერავინ იზამდა. კარგია ის, რომ ჯეოტურისტმა და ჩემმა ცოლმა მარინამ ისეთ საქართველოს შესთავაზეს, რომ აი მეც დავყვები ახლა უბრალოდ რაღაცებში ვეხმარები მეგობრულად და მეც რო ტურისტი ვიყოს უმაგას ვამბობ, რომ მეც რო ტურისტი ვიყო ძალიან მომეწონება თქო, იმიტომ რომ ეხა ძალიან მომწონს და წარმოგიდგენთ ადამიანი რომელიც პირველად ნახულობს, რა ვიცი, ძალიან კმაყოფილები არიან და თან ჯერჯერობით 3 დღე ნახევარში რაც შეიძლება და ყოფილიყო ჩატეულიყო ყველაფერი ანახეს, ეს არის თბილისი, კახეთი, ცხეთა, ყაზბეგი და არიან აღფრთოვანებულები. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. მე როგორც ვიცი, ამ პროექტს მხარს უჭერს ერთ-ერთი უკრაინული ტელევიზია, რომელიც იღებს დოკუმენტურ ფილმს. არ არის ტელევიზია, მაგრამ ზანიჩერი ბიჩები ის მოვიდნენ და რამე ორგანიზაცია არის? შენ შესახებ იღებენ ფილმს, ხო? ანუ ეს იქნება სადღაც 15 წუთიანი ვიდეო პორტრეტი. ანუ ესეთი იქნება интересно, можно я по-русски? Майнц, უკეთესად ვიცი. და გესმის ვიცი ქართული კარგად. შემიძლია ასე რომ როგორც დაკლივარ. ყველაფერი მესმის, მაგრამ რთული ალაპარაკი. კარგი, რუსულად შეგიძლია Да, ребята, которые приехали сюда, они снимают про меня фильм «Портрет». Они очень талантливые мальчики, вот 2 парня. Спасибо им, что они приехали. Они немного разбавили нашу женскую компанию. Это будет 15-минутный фильм «Портрет», так как большая часть, мне кажется, вот я в Грузии живу 3 года, но мне кажется, я прожила здесь всю жизнь, родилась здесь. Меня уже многие говорят, что Марина, ну, по-моему, ты в другой жизни была грузинкой 100%. Но шансов нет, чтобы у тебя, ну, где-то не было корней грузинских. Поэтому... так как Грузия уже неотъемлемая часть моей жизни, конечно, мы уже изначально знали, когда мы планировали снимать этот фильм, что Грузия обязательно войдет в эти 15 минут. Ну а так как мы уже благодаря Geotourist воплотили мою мечту просто сделать вот... Я настолько горжусь Грузией, как будто вот своей страной, что не поделиться этим, ну, невозможно просто. Поэтому хочется мою любовь, которая вот есть во мне, и моими влюбленными глазами, которыми я вижу Грузию, я не вижу плохого, потому что влюбленный человек не может видеть плохого, я вижу только хорошее. Поэтому этими всеми вещами, которые я обожаю, которые я люблю, я просто поделилась ими с моими коллегами, с моими уже друзьями. Вот мы вчера их провели, и за 3 дня можно стать друзьями. Я в этом убедилась. Это სამდღიანი ტური? კი. სამდღე ნახევარი გამოვიდა. Даже получилось 3,5. და ის ფოტოები, რომლებიც გადაიღეს ამ ფოტოგრაფებმა, შემდეგ გამოიფინება სადმე ქართველი დამთვალიერებელი ნახავს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა უკრაინელის თვალით დანახული საქართველო. Ძალიან. Ну, во-первых, мы должны были изначально мотивировать как-то девчонок, которые приехали на создание, потому что кто-то уже... Я вообще поняла, что когда мы первый день приехали, и ребята показали нам, вот мы кушали вкусную очень еду, рачинскую, кстати говоря. И я уже поняла, что в первый же вечер некоторые уже просто приехали, просто им уже все нравится, фотографировать уже не надо, потому что можно просто сидеть и наслаждаться. Все очень сильно расслабились, и нужно было чем-то мотивировать. Фотографии, которые девочки сняли за эти дни, они войдут в... У нас есть такой проект «Арт-пикник Фроловой». Он проводится в Украине, и на неделе Грузии в Украине, это будет проходить в Киеве, в рамках вот этого проекта будет фотовыставка «Грузия глазами украинцев». То есть все фотографии, которые были сняты в этот период, мы будем отбирать самые лучшие, самые показательные. Я, кстати, если можно, я покажу. Спасибо большое, GDS, что вы сняли про нас такой красивый ролик. И вообще очень приятно, извините, но я сейчас буду хвалить вас, очень приятно, когда качественно сделано. Мне очень радостно, что вы есть, потому что очень качественно снято. Я хочу это видео уже распространить всему миру. Я хочу показать просто... Так, куда показывать? Вы с нами не проснулись в 6 утра.
Я понимаю тяжелую профессию оператора и телевизионщиков. Мы снимали на рассвете. В чем суть фототура? Мы должны были показать не просто исторические какие-то места, да, Грузии. Это и так можно показать в любом туристическом туре. Ты можешь приехать в любую страну. В чем была суть фотопроекта? Мы должны были показать такие вещи, которые фотогеничны. Что есть фотогеничного, да? Например, в Казбеге, когда я думала об этих горах сумасшедших, у Гиргети, и мне сразу передо мной стояла картинка рассвета, пастуха, и вот стадо, да, барашек. Для меня это я уже где-то, мне когда-то, видимо, приснилось, и мне просто захотелось это воплотить. Поэтому всех мы подняли, несмотря на то, что до этого был очень плотный ужин с дегустацией вина и чачи и всего. Большинство, 95% проснулись, мы действительно в 6 утра были на старте, на рассвете и снимали пастуха с барашками. Мы сейчас, даже, может быть, ребята еще не знают, но я сейчас расскажу. Обязательно. Обязательно это будет, и мы обязательно это анонсируем. Мы хотим сделать, напечатать обязательно эти фотографии. Возможно, эти фотографии можно будет увидеть в Цисквиле ресторане, так как... Но мне кажется, это неотъемлемая часть вообще грузинского любого тура. Поэтому мы подумаем о том, я даже сейчас думаю, как соединить бы благотворительность. Возможно, это будет выставка продажи работ. И, возможно, мы таким образом сможем помочь развивать, в том числе и фотографию в Грузии, потому что, ну, это очень большая миссия, мне кажется, еще очень большое будущее, и есть к чему стремиться. Поэтому ძალიან სასიამოვნოა, აი სამი დღით არ დასრულდა ეს პროექტი, ფაქტობრივად გრძელდება, რაღაც გაგრძელება აქვს. სამომავლო გეგმებში არის ჯეოტურისტის თუნდაც რაღაც მსგავსი ღონისძიების ამ მსგავსი შემოდგომის ტურს ვაპირებთ რაჭაში. აბა რა არის? ისევ მარინა. ისევ ფოტოგრაფები ჩამოვლენ. იმიტომ რომ შემოდგომაზე რაჭა არის ძალიან ანუ ესეთი. ეს ყირამალა ტური იქნება ისევ რაჭაში. ყირამალა ტური შეიძლება არ იყოს, მაგრამ იქნება ფოტოტური, ისევ მარინას დახმარებით. ფოტოტური იქნება უბრალოდ რაჭაში. რაჭაში გადაიწყოს. იმიტომ რომ ძალიან დღეში არ შემიძლია ყველა ლამას ადგილებს ნახოთ და ძალიან რთული იყო. იმიტომ მე მგონი რომ იქნება მესამე, მეოთხე და მეხუთე ტური. საშემოდგომოს შემთხვევაში, საშემოდგომო ტურის შემთხვევაში იქნება არა სამდღიანი და უფრო დიდი, ხო, ალბათ? როგორ არის, იცით, გამომდინარე მარინას გრაფიკიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენც ამ ტურში ხა 4-ვე და გიგიც ჩვენთან ერთად იყო, წარმოიდგინე, ანუ იმდენად რაღაც მასპინძლებლად გზომდით თავს, არ იყო ეს ჩაულებრივი ტური. მარინაც მათ შორის. მარინა იყო ყველაზე ემოციური იყო სიტუაციაში. ვაიმე, მარინა, სადგაკ ამდენი ენერგია, სადგ და ეხა უცებ, აი ეს პირველი დღე ფოტოტურს მე დღეს მივხვდი რომ დაანებალე. მასაც ეწონება ენერგია. სახეები არ გვაქვს ბოდიში. თავად უკრაინელი სტუმრების რეაქცია, შთაბეჭდილება რა თქმა უნდა მოეწონათ? შეჩვეულები რა თქმა უნდა რეაქცია მომეც ყოლა გააგიჟა, მარინას ოვაციები იყო, ისეთი რომ ჩვენ უფრო ჩუმად ვისხაით. მარინა შენ ნახე ეხლა ამ ფოტოტურის ფარგლებში ეს ყველაფერი თუ ამ 3 წლის განმავლობაში მოასწარი რაღაცების დათვალიერება საქართველოში? ოპა. ერთი სიტყვა იყო ვერ გავიგე. აბა რომელი? საქართველოში ვიძილა. Вообще. Благодаря. Დიდი მადლობა ჩემ ქმარს, იმიტომ რომ სად იყო კონცერტები, მგზავრები, ყველგან ვნახე ცხოვრება, ანუ ვიყავით ერთი ადგილი, სადაც არ ვიყავით შენ, ეს არის თუშეთი. და წინ დიდი ამბები გელიცეს. ძალიან მინდა. ტური უნდა დაიგეგმოს ჩემი ოცნება არის, მაგრამ ცოტა საშიშია, იმიტომ რომ მე ვიცი რომ გზა არ არის და თული გზა არის. და ძალიან დიდი ხანი უნდა რომ იქ მაგრამ გირს. ამ ტურის მონაწილეები არ იცვლებიან, ანუ შემდეგ წელსაც ის 17 ფოტოგრაფი ჩამოვა, რომელიც ახლა იყო? ნახოთ, მე მგონი რომ უფრო ადრე ჩამოვლენ. მეგობრებთან ერთად. ბებიებს მისით და ოჯახებით ერთად, იმიტომ რომ შთაბეჭდილება იყო ძლიერი. შთაბეჭდილება როგორ გითხრათ, ეხა აეროპორტში გვაქვს კადრები, ცრემლების კადრები გვაქვს. ტიროდნენ. გაიგუძეს თუ არა, ანუ ხაზზე გამოვიდნენ და სულიერად ისევ აქ არის. ისევ აქ არიან. ძალიან მოეწონათ საქართველოს. 1-4 დარჩა კიდე. ხო არ აპირებენ დარჩენას. 4 დარჩა. არ მიდია. ერთი შეიძლება სულ დარჩეს. ერთი გოგო გუშინ თქვა რომ
ვაიმე, როგორ მინდა რა პასპორტი სადღაც დარჩა. პასპორტი, სად არის ჩემი პასპორტი? არ მინდა. ნუ ადვილი წარმოსადგენია, რომ ეს ადამიანები ძალიან დიდი სიამოვნებით ჩამოვლენ კიდევ საქართველოში. საქართველოს აღმოჩენილებად. მაგრამ ერთი ისეთი პრობლემა გვაქვს ქართველებს. თვითონ ჩვენ არ გვაქვს აღმოჩენილი ჯერ საქართველო. ქართველებისთვის ტურებს არ აკეთებთ. ქართველებისთვის ვაკეთებ, ნაკლებად ანუ ინტერესი არ არის, ხვდებით? არის მოთხოვნა არ არის და ანუ არის უფრო ანუ ექსკურსიის ტიპი არის, უფრო სკოლების, უფრო რაღაც კოლეჯების და არა აი მოდი საქართველოს დავათვალიეროთ. მაინც არა რა, უფრო არა. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ ჩვენია. რატო დავიწყეთ მაგალითად ეს ყირამალა ტურები რაჭაში, ხო? ანუ დავარქვით უბრალოდ ყირამალა და ფასიც ისეთი დავადეთ, რომ ანუ შეთავაზებას და თვითონ ხარისხის მომსახურების ისეთი არის, რომ სტუდენტი მაგას ვერ გაწუდება, ფიზიკურად ვერ გაწუდება. უნდა ჩაულებრად შეიძლება ოჯახი, შეიძლება რაღაც სამეგობრო წრე გადაწყვეტოს შაბათ-კვირას ასვლა და რაჭის დათვალიერება. თუმცა ხა დაბლფასებშიც გვაქვს, ანუ შეიძლება კორპორატიული საკითხებს, მაგრამ ფესვიანად რომ შეისწავლო რაღაცა კუთხე, ეს ქართველისთვის მაინც ძვირია. ესე გამოდის, რომ აი ესე კონკრეტულად რა ყველა ტურისტულს აქვს რაღაცა დაათვალიერეთ უშეთი აღმოაჩინეს რაღაცა ნახეს მაინც ქართულს ურჩევნია ხარჯი გაწიოს და წავიდეს ხო მაგრამ ქართველებისთვის შეთავაზება არ აქვს ესე განსხვავებულად არავის რა აი ეს როგორც მაგალითად ჩვენ გვაქვს ყირამალა რაჭაში ჩვენ მარტო რაჭაში გვაქვს ჯერჯერობით რა ხვდებით იმიტომ რომ იქ ვიცით რასაც ვთავაზობთ და რეალურად რაც არასდროს არ ყოფილა სხვაგან არის იმას ვთავაზობთ ეხლა რაჭაში რა და უბრალოდ ანუ მაგაზე ვამახვილებთ ყურადღებას ზოგადად რა საინტერესოა ყველაზე ხშირად რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან სტუმრები საქართველოში საქართველოს აღმოსაჩენად საერთოდ ყოფილი საბჭოთა სივრციდან უკრაინა ლატვია გარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა არის დაინტერესება ისრაელი ძალიან რაჭით იმიტომ რომ იქ ონში არის სინაგოგა უძველესი სიდიდით მესამე საქართველოში ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ სინაგოგას როგორ გადაარჩინეს რაჭოლებმა უნდა დაენგრიათ რაღაცა მთელი რიგი და ონში ცხოვრობდა ძალიან ბევრი ებრაელი რაჭველი ასე ვთქვათ 90% იქ იყო ებრაელი და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ინტერესია მოდიან ნახულობენ ეხა რესტავრაცია მიდის ამ ტაძრის და ველოდებით ძალიან ბევრი ტურისტი 30% მე ამაყად შემიძლია ვთქვა ჩვენი ტურების სეზონის უკვე გაყიდული გვაქვს შვენიერი გეგმები და წინ მთელი სეზონი დაგეგმილია ბუნებრივია. კი, წინ მთელი სეზონი დაგეგმილია. წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენც აღმოვაჩენთ საქართველოს თქვენთან ერთად. არა მარტო სურათებით უნდა აღმოაჩინოთ, არამედ თქვენთანაც უნდა ჩახვიდეთ ყველა. ხო, თავად მონაწილეები გავხდეთ. დიდი მადლობა სტუდიაში მოგდანებით. წარმატებებს. ნახურებას დაამშვიდობ. დაამშვიდობ თვალამდე. დღევანდელი ჩვენი გადაცემა. გაგიკვირდება და დამთავრდა. 12 საათზე შევხვდებით ხვალ დილით ასე რომ დროებით. ახვამდის დიდი მადლობა რომ მოვიდეთ.